გამარჯობა, მე ვარ დავით ნუცუბიძე, თქვენ უყურებთ ქარდრაკის ახალ ეპიზოდს და დღეს ჩვენ გადაცემაში გვეყოლება Tesla Cybertruck-ი. ეს გახლავთ 2024 წლის Cybertruck-ი. საკმაოდ უცნაურად გამოიყურება. არ ვიცი, მომწონს თუ არა, დარწმუნებული არ ვარ. ცოტა ხანში ალბათ უფრო მივეჩება თვალიც და მეც და გავივლი და ვნახავ როგორი ავტომობილია. მოკლედ ერთად ვნახავთ რა შეუძლია ამ ავტომობილს. ასევე დავდგებით ტრაკზე 400 მეტრზე, როგორც ხედავთ, ვიმყოფებით რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე და გვყავს საინტერესო სტუმარი. ვნახოთ როგორ კონკურენციას გაუწევს ელექტრომობილი, რომელიც აი ესე უცნაურად გამოიყურება შიდაწვის რავიან ავტომობილს. საკმაოდ უცნაურად არის აწყობილი ეს ავტომობილი, აი ეგრეთ წოდებულ ზაზორებს რო ეძახიან, არცად არაფერი არ ზის საერთოდ. აი თუნდაც ეს ადგილი მეორე მხარეს სვანერად არის, აქაც სვანერად არის. უზარმაზარი დისკები უყენია და უზარმაზარი საბურავები. ეხლა დაწეულ მდგომარეობაში აწევა შეიძლება. აი არ ვიცი რა შეიძლება გამოიყენოთ ეს ავტომობილი. აი ვერ ხვდები რა, ანუ ალბათ ხალხის გასაოცებლად. რა მაგარია ეს პროექტი. ხო და როგორც ხედავთ, კიდე ბავშვებს უხარიათ ძალიან ამ ავტომობილის დანახვა. ანა, კიდე იცი რა მაგარი ადგილი აქვს წინ, შეგვიძლია მან პაემანი კონდეს და რაღაც ლამასხეთზე გავჩერდეთ. კიდე გაჩვენო? და ლამასხეთზე გაჩერდები და საპინინგეთ რამეს დაილაგებ წინ და რა ვიცი, გაერთობი რა. ყვავილი რა წერტამა. არ ქონდა ხოლმე გათვლა მაგას. რა შემიძლია ამაზე წამოვეცვა და მოვკვდე. სხვათა შორის ამის გამო ევროპაში ამ ავტომობილის გაყიდვა აკრძალული არის, ანუ უსაფრთხოების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს საერთოდ და ევროპაში გაყიდვაში არ არის რა ეს ავტომობილები. მხოლოდ ამერიკაში და ზოგ ერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, რადგან არანაირი კანონი არ გვაქვს იმისთვის, რომ რითაც გვინდა შეგვიძლია ვიაროთ მოკლედ ახლა. საინტერესოა როგორ დადის. იმიტომ რომ უკანა მოხვევის ფუნქციაც აქვს, ანუ უკანა საბურავებიც უხვევს შეულებრივად, როგორც წინა და ამის გამო ძალიან პატარა ადგილი სჭირდება მოსატრიალებლად. ეგ კარგია, იმიტომ რომ ძალიან დიდი ავტომობილია და ქალაქში ამის გადაადგილება ალბათ რა ვიცი, საშინელება იქნება. ეს ლიცინატორი ამხელა. გზაზე რომ მოძრაობთ, ვინმე რებს მოგიშლის და გაგაბრაზებს, შეგვიძლია გადმოხვიდე, მოხსნა და 90 გრადუსით დაგება. აი? და შეგვიძლია აქ თქვათ რაღაცა დადო და ხო და აი ზუსტად მაგას გეუბნები რა შენ ამანქანზე ხარ რატო იმაშვები ცირ ვერ ხვდები რა უნდა თქვა იმიტომ რომ ამას უყურებ როგორც ჩვეულებრივ მანქანას რომ მანქანა რო იქნებოდა ადრე როგორც ხელოვნება ეგრე უყურებ და ეგ მანქანა ესეთი არ არის რა ეს არის ვიღაცა აუტიზმის სინდრომის მქონე ადამიანის შექმნილი რაღაც ბავშვობაში რო ხატავდა მანქანებს და რო გადაწყვიტა რომ ფული იშოვოს და ფული იშოვება ესეთი რაღაცების იდიოტური და აბსურდული რაღაცების შექმნით გადმოალაგა თავისი ნახატები და მოდიო აი ამას შევქმნიო რა პროსტა კი, პროსტა ანუ რა იყო, ესე ბავშვობაში რომ თამაშობდა ამ მანქანას პლუს ქონდა ისინი რომ ცეცხლებს ისროდა და ბაბახდა რაღაცეები, მაგრამ ნუ მაგის უფლება მთლად არ მისცეს ახლა და სავარაუდოდ ვერც თავისი ძმაკაცი ტრამპი უშველის ახლა მაგის უფლება რომ მისცეს, მაგრამ ანუ რასაც ბავშვობაში ხატავდა და წარმოიდგენდა ის გააკეთა რა და მაგიტომ მომწონს ძალიან მაგარი რაღაც არის. ახლა წარმოიდგინე შენ რო იმდეს იზავრო, სამყაროში გაქვს იმის საშუალება, რომ ბავშვობაში რა წარმოსახვებიც გქონდა, იმას ანხორციელებ რეალობაში. ხო, მაგრამ ელონი ამბობს, რომ ეს არის მომავლის ავტომობილიო და მომავლის ფორმებია ხო და. აბა მარკეტინგულად თუ ესეთი უნდა იყოს. მარკეტინგულად როგორ უნდა შემოგტენოს ეს მანქანა? ანუ ხوار გეტყვის ჩემი ოცნება არის მარკეტინგულად ანუ ყიდის მანქანას და წარსულაჩვევა. ყიდის და ხალხის გეძება. წარსულაჩვევა. ეს მანქანა ახლა რომ წარმოიდგინო სადმე, ნუ ევროპაში ვერ იulis, მაგრამ აი საფრანგეთში წარმოიდგინე რომ გაქვს რაღაცა მეღვინეობა დიდი ვენახი და სახლიდან გამოვაყენებ და ელექტრომანქანით ისე რომ არც აბინძურებ ამ შენ მეღვინეობას, დადიხარ და თან უვული რაღაცებს რა. ძალიან მაგარი რაღაცა არის. ხა თბილისში და სხვა შორის ძალიან სწრაფიც არის. ეს კონკრეტული მოდელი ახლა 600-სქანი ზალით არის, ანუ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კომპლექტაციით არის, თუმცა Beast Mode ყავს Cybertruck-ს, რომელსაც აქვს 845 სქანის ზალა და ძალიან შქარია. 0-დან 100-მდე 2.6-ში შქარდება და დრაგს გადის 10.8 წამში თუ სწორად მახსოვს და ამას გავზომავთ ერთად, დრაგი მაქვს ამოღებული, ერთად ნახავთ რა შეუძლია. აუვა გაწექი თუ დაეტევ. გახსენი ეს ბოლომდე რა გახსენი? კი, დავეტევი. აი ესე რომ წავიღო ხოლმე სადმე დათო. ხო მაგარი იქნება. უბრალოდ ავდგე და წაი, სადმე რო არ მოყვება მაგალითად მაღაზიებში და ავდგე და წავიღო. დავდო. არ მინდა. არა, კაი მანქანა ალბათ არ ვიცი რა. აუ, ჩემი აზრით ამ მანქანას ეგრე არ უნდა უყურო, რომ ეს მინუსი აქვს, ეს მინუსი აქვს, ეს მინუსი აქვს, ეს არ არის ეგ მანქანა, რომ შენ აქედან მოითხოვო, რომ აბა ეს ესე რო ყოფილიყო და რაღაც რა. ეს არის
ადამიანის გონებისთვის შექმნილი მანქანა. საღლაბუცო მანქანაა. თქვენ დაგვიწერეთ რას ფიქრობთ ამ მანქანაზე? თავიდან ბოლომდე რომ პატარა ბავშვი იყო, რომ ითამაშო, რომ რაღაცა, ეს ვქნა, ძალიან მაგარი რაღაცა არის ჩემი აზრით რა. არა, ასწორებს კი. უბრალოდ ზედმეტი 100,000 რო გაქვს, მაგ შემთხვევაში იყიდი ალბათ რა. ისე რომ ერთ მანქანად იყიდო, არ აგონი. ზედმეტი 100,000 რო გაქვს, მაშინ გიხარია ესეთი რაღაცეები, თორე ახლა ფული რო არ გაქვს, Tesla Cybertruck-ი რო გყავს, არა ვიცი. აქედან იქამდე ნახე. ახლა ადგილია ბოლომდე. სუდაცერა. შუა ადგილად, ეს შეხედა. კიდე ერთი პრობლემა აქვს, რომ არც შეღებილი არ არის, ანუ უჟანგავი ლითონისგან არის წარმოებული რა, გარედან და ვინმე რო გაგისვას, ან ვინმე დაეჯახოს. მე მანდაც მოფიქრებული მაქვს ხალხო, ნახეთ, ანუ მე ხო ყველაფერში პოზიტივი უნდა დავილახო, ნახე. ანუ ეგეც ძალიან მომწონს, ნახე ხა რატო რა? შეღებილი ხო არ არის. ლითონისგან არის და ჯერ ხო ძალიან მაგარი ვიდი აქვს მაგის გამო. და მე მგონია რომ ილონ მასკის ტვინში ზის ეგ, რომ მანქანა შექმნას ისეთი, რომ ვიღაცეებმა რომ დაარტყან, გააფუჭონ, შეიჭეჭყოს, გამოიჭეჭყოს, ისეთი ვიზუალი მიეცეს, რომ აი დაჭეჭყილი ქილით დადიხარ, მაგრამ ძერს კი არა. ანუ ეგეთივე რომ დარჩეს. ეგეთივე რომ დარჩეს, ეგ გათვლა აქვს რა, რომ Cybertruck-ი არის მაგისთვის, რომ თუ დაიჭეჭყა, დაჭეჭყილიც განსხვავებული და მაგარია რა. ძალიან მაგარი რაღაცა არის. ეგეთი რაღაცა ვინმე შექმნა ოდესმე არ შეუქმნია და მაგიტომ მომწონს, ძალიან მაგარია. ხო, არა, აქ მოჩი საინტერესო. აი მოვიდა ჩვენი სტუმარიც. გადავიდეთ ტრაკზე? გადავიდეთ ტრაკზე. მოდი გავიგოთ რამდენად ჩქარია Tesla-ს ეს ვერსია. ამ ვერსიას აქ 600 წელიწადა და ამისთვის ჩვენ მოვიყვანეთ რუსთავის ავტოდრომზე BMW X5-ის M-ი, რომელსაც მართავს თქვენთვის ძალიან საყვარელი პიროვნება. ბატონი გიორგი სულავა. გიორგი, როგორ ახარ? გამარჯობათ, კარგად ვარ, თავად. არავის მადლობა. რამდენ ცხენისძალა აქვს ამ ავტომობილს თუ შეგიძლია რომ გითხრა? ამ ავტომობილს აქვს 750 ცხენისძალა. აი ეს ვიცოდი რა, სტოკით რო არ მოვიდა და ვიცოდი რა, ეხლა სულავა სტოკი მანქანით სამე მივა. რას ფიქრობ? მე ცოტა ძლიერი მოდელი მეგონა, ბისტი მეგონა და აღმოჩნდა არა ბისტი. სამწუხაროდ ჩვენს არ ვიცოდით, მაგრამ არა უშავს. მე მგონი ესეც საკმაოდ ჩქარი უნდა იყოს. გავტესტო და ზოგადად რას ფიქრობ ამ მახინჯ ავტომობილზე? არ მიყვარს ელექტრომანქანები. მეც ეგრე ვარ, მეც მანდ ვარ, მაგრამ ნახოთ მაინც როგორ დადის რა, იქნებ კარგად დადის რა, იცი რა ხდება. კაი, გავგაზოთ მაშინ. ცოტა მაჯობა ვგიობ სტარტში, მაგრამ ძალიან დიდი სხვაობები წავიდა წინ. მე ძალიან. აშკარად გვიან წამოვიდა. 8 ცილინდრიანი ტურბინიანი BMW, რა თქმა უნდა. ესე იგი, დრაგი ვიარეთ 12.9-ში. 0-დან 100-მდე აჩქარდა 4 და 96-ში. რაც ძალიან დიდი დროა. ჩაგეძინა თუ გვიან დაიზარდა? დავაგვიანე, ანუ ტორმოზ გაზით მინდოდა დამესტარტა რა, მაგრამ ტორმოზ რო გავუშვი ეგრევე არ წავიდა. და ლანჩი არა აქვს? არა აქვს ამას ლანჩი, ძლიერი ვერსია არ არის. დისცა აქვს ლანჩი. ამას არა აქვს. ეხლა ვეცდები რომ ჩვეულებრივად დავზრა ტორმოზის გარეშე. სამი ტონა მანქანა გაჩერდა მოსახვეში. ეხა სტარტი უკეთესი იყო რა. ეგრევე წამოვიდა. აი ხარხნული რო იყოს საინტერესო იქნებოდა. შენი მანქანა. არ არის. არ არის. სტანდარტ ჩავწერ თუ გინდა და ვცადოთ. გააქვს ეგეთი კონტი? 2 წუთი უნდა. თუ მინიც. Stage 2 აღმოჩნდა ძალიან ჩქარი. 600 ცხენისძალიან Tesla-სთან შედარებით. ეხლა წერთ აჩვენენ მაყურებლებს, აჰა, თუ ჩანს სრულიად სტანდარტ პროგრამას წერს. კატალიზატორები აყენიათ? არა, კატალიზატორი დაუნფაიფი აყენიათ, ფილტრები და პროგრამა, შემომედი არაფერი. დაანჩენ ყველაფერი ქარხნული. ტურბოს ემატება წნევა რა. Всё, ворча? Full stock map. კაი. Full stock map flashed successfully. წავედი, დავაჭირე. დავიშალეთ. დავაი, წონად заводской გვინდა? заводской თუ გინდა მე დავრჩები. მაინც მიდის მეორე, მესამე. იმ მანქანის შეშარების გადართვა მესმის, აი კარაფერი არ.
ამჯერად უკვე კარგი მონაცემები იყო 0-დან 100-მდე აღშკარება 4.2 წამი იყო როგორც ქართულს უწერია და დრაგი ვიარეთ 12.4 წამში. რაც საბოლოო ჯამში ნელი არ არის, თუმცა X5-ის ემი საკმაოდ ჩქარი მანქანაა და მაგიტომაც გავასწრო. ადრე წავიდა. ადრე წავედი ისე. ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი დრაგი და Tesla-ს სიარული ავტოდრომზე. ამ მანქანას უფრო სხვანაირი პირობებშიც განვიხილავდით, თუმცა სიმართლე იქ დიდი ინტერესი არ მაქვს რა ელექტრომანქანების ზოგადად რა და ეს უცხოა სანახაობრივი, ანუ კარგია რომ შეხედავ რაღაცნაირად უცხო რაღაცა არის რომ დადის ქუჩაში, რომ ხედავ რაღაც ემოცია გეუფლება რაღაც უცნაური რა და სხვათა შორის საჭის მექანიზმი აქვს ძალიან საინტერესო. ოდნავ მოხუვაზეც უცებ რეაგირებს და ეგ ძალიან კაია. მაგრამ მიჩვევა ჭირდება ამასაც და დაგვიწერეთ თქვენი აზრი რას ფიქრობთ ამ ავტომობილზე ზოგადად და რომელ ავტომობილს აიღებდით მაგალითად ორი ავტომობილი რო იდგეს რომ ახალი X5-ის ემი ვთქვათ და ახალი Cybertruck-იან ახალი ვთქვათ Mercedes-ის AMG რომელიმე SUV მაგალითად რომელს აიღებდით რა და თქვენი აზრით მაინტერესებს ამ ავტომობილზე რას ფიქრობთ მე დიდად აღფრთოვანებული არ დავჭი და პირდაპირ ვიტყვი რომ არ მომეწონა რა თუმცა საინტერესოა ნამდვილად ბავშვებს მოსწონთ, ანასაც მოსწონს ვიზუალურად და კაი ტერმინი მოვიფიქრე არა მე ხო საღლაბუცო მანქანა საღლაბუცოდ გამოდიოდა ხო მიგინაღამ დამოვიწყდა ეხლა ამ ვიდეოს ბოლოს იქნება ბენზინის გათამაშება პორტალისგან სუპერის 50 ლიტრი როგორც გასულს ვათამაშებდით დაკვირდით რომ C-კლასის ვიდეოში იქნებოდა თუმცა ამ ვიდეოს შემდეგ იქნება ასე რომ წინასწარ გამარჯვებულს და გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ აუცილებლად შევეხმიანოს პირადში გამარჯვებული და უკვე შემდეგ ვეთქვით სადღაც მოვიდეს თავისი 50 ლიტრის წასაგებად რომელიც დააწესა პორტალმა და უღრმესი მადლობა რა თქმა უნდა პორტალს გვერდში დგომისთვის. დროებით შევხვდებით შემდეგ ვიდეოში და ძალიან საინტერესო ვიდეოები გველოდებათ წინ. არქის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. როგორც დაკვირდით წინა ვიდეოში, რომელიც იყო თბილისის ქუჩების შესახებ, გავათამაშებით 50 ლიტრის სუპერს პორტალისგან და ეხლა გამოვავლენთ გამარჯვებულს. თუ ეს ვიდეო არ გინახავთ აუცილებლად ნახეთ, საინტერესო ვიდეოა და მომავალშიც ვაპირებთ რომ გადავიღოთ აუცილებლად. ხოლო რაც შეეხება ჩვენს გამარჯვებულს, გადაეცემა პორტალისგან 50 ლიტრის სუპერი, რომელიც დაირიცხება ბარათზე და ბარათს გადავცევთ მას უშუალოდ პორტალის ოფისში. ახლა კი ნახოთ ვინ არის ჩვენი გამარჯვებული და ეს არის ირაკლი ბიც. გილოცავ, მოგწერე Instagram-ზე ან Facebook-ზე პირად შეტყობინებაში და უკვე დავადასტურებ ჩვენს ნამდვილობას და ამის შემდეგ უკვე გადმოგცემთ 50 ლიტრის სუპერს. წარმატებები ასევე შენც.